მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორ ხართ? დაველოდები მაყურებელს შემომიერთდეს და შემდეგ დავიწყებ საუბარს. დავიწყებ საუბარს თუ როგორ მოიპარეს საქართველოში, ესე იგი მართლმადიდებლური სული და ვინ მოიპარა საქართველოში მართლმადიდებლური სული. მანამდე მინდა გთხოვოთ იუთუბერებს, რომ გააზიაროთ ვიდეოები, ჩემი ვიდეოები. აქამდე არ გთხოვდით მე ვიდეოების გაზიარებას, მაგრამ ახლა მინდა რომ გთხოვოთ ვიდეოების გაზიარება, რადგან ეს აუცილებლობას მოითხოვს და ყველა ადამიანი, რომელიც ამაში მიიღებს მონაწილეობას, ღვთისთვის სათნო საქმეს გააკეთებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ყველა იმ ადამიანის მონაცემი, ვინც გამომიგზავნა, ძალიან ბევრი ხართ, დაახლოებით მოგესალმებით აი შემომიერთდნენ, ძალიან ბევრი ხართ და რიგში ხართ, სათითაოდ დაგიკავშირდებით ყველას, დაახლოებით ალბათ არ დამითვლია, მაგრამ იქნება 100 კაცამდე და 100 კაცის დაკავშირება ჩემთვის ერთ დღეში და ორ დღეში შეუძლებელია, ასე რომ მოთმინება მოგიწევთ და ყველას აუცილებლად დაგიკავშირდებით, ვინც გამომიგზავნა მატრიცის მონაცემები. ეხლა რაც შეეხება გუშინდელ ლაივს, თქვენ ნახავდით ბატონმა გელამ, როგორ გაგვანდა ჩვენი ის ინფორმაცია, რომელიც დაფარული იყო დღემდე, რომელიც ისტორიაში არ არის შეტანილი, რომელიც გააქრობილია ისტორიიდან და ასეთი არაერთი მრავალი ისტორიის ნაწილი არის ამოგლეჯილი ჩვენი ისტორიიდან, ან ამოხეული, ან არ დაწერილი და ამ საკითხებს გავენდობით ჩვენ ამ დღეებში. მინდა გითხრათ, რომ ბატონი გელა ბექურიძის ამბავი ძალიან სამწუხაროა და ძალიან გულთან მისატანია, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თითქმის თავის ფესვებ მოგლეჯილი უსამართლოდ დგას და ყვირის, აი რასაც ქვია ყვირის, იქნებ ვინმემ გაიგოს ეს ამბავი, რომელიც უსამართლოდ მოხდა. ჩვენ გუშინ გავაჟღერეთ ის, რომ მართლმადიდებლები იყვნენ ისინი და ბატონი გელა ასე ასახავს, რომ მართლმადიდებლები მოვიდნენ და მართლმადიდებლების სახელით მოხდა ეს უსამართლობა და მე მინდა ახლა ამაზე ვისაუბრო, რომელი მართლმადიდებლები და რომელი ფსევდომართლმადიდებლები ახორციელებდნენ ასეთ საკითხებს. არსებობს ესეთი მამა ავთანდილ გიორგობიანი, რომელმაც დაწერა წიგნი, ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ამოხოცეს 200 ჭეშმარიტად მართლმადიდებელი რაჭის ტერიტორიაზე რუსებმა, რუს კაკიბეშნიკებმა, რომლებიც აძალებდნენ მამაოებს იარაღის ხელში აღებას და როდესაც მამაოებმა ეს არ გააკეთეს, 200 ჭეშმარიტად ქრისტიანი მართლმადიდებელი მამაო ამოხოცეს იმ რუსებმა, რომელ რუსებმაც შემდეგ ილია მეორე დაგუშეს აქ საქართველოში პატრიარქად. რომელი საგარეო მინისტრიც იყო ედუარდ შევარდნაძე და შემდეგ გახადეს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც არის გვარგადაკეთებული ებრაელი და რომელიც არის პირდაპირ მასონთა კლანის წარმომადგენელი, ისევე როგორც ილია, ისევე როგორც შევარდნაძე იყო მასონთა კლანის წარმომადგენელი, ისევე როგორც ივანიშვილი არის მასონთა კლანის წარმომადგენელი და ყველა ის პირი, რომელიც დომინირებს დღეს სოციალურ ქსელში კი არა და სოცმედიაში. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მიმართულება, მეგობრებო, ამ მიმართულებით წავა, რომ მართლმადიდებლური, აი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებას ჭეშმარიტად იცავდა, აი ასეთი ხალხი როგორ გააქრეს, სად გააქრეს და ვინ გააქრო, ამ საკითხთან მე აუცილებლად დავივლი ხალხს, რომელსაც აქვს ინფორმაცია და ჩავწერ კარ და კარ დავივლი მე ასეთ ხალხთან.
პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომელსაც ისტორიები გააჩნიათ, მინდათ დამიკავშირდნენ, ანუ ვთხოვ რომ დამიკავშირდნენ. მე მათ სახელდაგვარებს არ გავაჟღერებ თუ სურთ მათ, თუ არ სურთ და თუ ეშინიათ რომ რამე არ დაემართოს მე ამ ადამიანებს. თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ჭეშმარიტად ქრისტიანი ადამიანი, როგორიც არის მაგალითად ქრისტიანული სულისკვეთების ადამიანი, უშიშარი, როგორიც არის ბატონი გელა ბექურიძე, თუმცა მისი ღმერთი არის ლაღი ბიჭი ეჰელი და ეს არის მისი სარწმუნოების ერთი ნაწილი და ამ სარწმუნოების ერთი ნაწილს ჩვენ ვერ ამოვაგლიჯავთ, იმიტომ რომ არც ერთი ქრისტე არ მოითხოვს ამას, რომ ვინმეს თავისი სარწმუნოება ამოაგლიჯო და შენი ჩაატენო ძალით. აქედან გამომდინარე, მე ვხედავ ადამიანში არის ქრისტიანული სულისკვეთება, ეს არის ლაღი ბიჭი ეჰელის ისტორია, რომელიც ძალიან წააგავს ღვთისმშობელი მარიამისა და იესო ქრისტეს ისტორიას. მართალია ღვთისმშობელი მარიამი ასევე 16 წლის ასაკში დაორსულდება ღვთისნიერად კაცის არნახვის გარეშე, სასწაულებრივად, ისევე როგორც ლაღი ბიჭი ეჰელის დედა და სამწუხაროდ ხდება ლაღი ბიჭი ეჰელის ისტორიაში ის, რომ მას ჩვილი ასაკიდანვე წაართმევენ დედას და ეს თვითონ ლაღი ბიჭი ეჰელი გამოიბავს ფრთებს და ამაღლებაცად და შემდეგ ციდან გაისმება ხმები და დააკისრებენ ციდან ხმები ამ საზოგადოებას, რომ ქალი არის ღვთისმსახური და ქალი უნდა იყოს ბოლო, რომელიც იტყვის სიტყვას, ქალი არის მამაკაცზე დგას, მამაკაცზე მაღლა ამ შემთხვევაში თუ ჩვენ განვიხილავთ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობებს, აქ უკვე ჩანს, რამდენად თანასწორუფლებიანად ჩამოვიდა ციდან ხმა და გაანდო ამ ხალხს, რომლებიც იყო ალბათ მანამდე ურჯულო, რომ არაკაც კლა და ქალი არის ღვთისმსახური, ვიდრემდე კაცი აზერზე მოვა, ქალმა უკვე იცის ყველაფერი და ქალი არის სიცოცხლის გამჩენი. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც ქალთმოძულია და ამ იდეოლოგიას ებრძოდა, თქვენ კარგად ნახეთ გუშინდელ ლაივში, თუ როგორ ძალის ხმევით, როგორი არაადამიანური ძალის ხმევით ჩაერია აქ რომელიღაცა ურჩხული, ეს არის დაახლოებით მისი ზედმეტსახელი კაკებე და როგორ არასწორად წაართვა ამ ადამიანებს თავიანთი სარწმუნოება, რომელზეც იფიცებდნენ და რომელიც ჰქონდათ 1000 წლეულობის მანძილზე, მეგობრებო. აი ესეთი საკითხები განსახილველია საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვიმარიაჟებ ახლა, აი ამ საკითხებს უნდა აკეთებდნენ სასულიერო პირები, მაგრამ სამწუხაროდ, ვაი რომ ამ ყველა სასულიერო პირს ეშინია ასეთი საკითხების, მათ ან მოკლავენ, ან გააძევებენ, ან დაატყვევებენ, ან შვილს მოუკლავენ, ან ცოლს მოუკლავენ, ან დაემუქრებიან, ან სახლს წაართმევენ, ან მანქანას წაართმევენ და ასეთი საკითხებით ძალიან ეშინიათ სასულიერო პირებს. აქედან გამომდინარე ან ჩუმად და ემსახურებიან კვლავ ამ ურჩხულს, რომელიც მართლმადიდებლური სახელით შემოგვეპარა ჩვენ რომელიღაც საუკუნეში. ჩვენ ეს აუცილებლად ყურად უნდა ვიღოთ, ჩვენ მართლმადიდებლებმა, ჭეშმარიტ მართლმადიდებლებმა, რომელიც ქრისტეს უდგავართ მხარში და ქრისტიანები ვართ და ქრისტეს სიტყვას ვითვალისწინებთ და ძუძუებს არ ვაჭრით ქალებს და არც კაცებს ვკლავთ და არც მამაებს ვაძალებთ ხელში რომ აიღონ იარაღი და ამისათვის არ ჩავხოცავთ, გესმით? და აი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან ესენი, რომლებიც ამ საკითხებისთვის იბრძოლებენ. ამ საკითხებს გააჟღერებენ და როგორც უკვე ვახსენე, მამა ავთანდილ გიორგაძე, უпростоრეთ ავთანდილ გიორგობიანი, რომელმაც დაწერა წიგნი, იყო შეზღუდვაში, იყო შევიწროებაში და საბოლოო ჯამში ალბათ ბოლოც მოუღეს. მაგრამ საბედნიეროდ მამა ავთანდილმა დაგვიტოვა წიგნი, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ ამოხოცეს რუსმა მართლმადიდებლებმა ქართველი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები რაჭის ტერიტორიებზე. 200 ქრისტიანი მამა.
და შემდეგ როგორ შემოგვიყვანეს მათ, არ ვიცი ხა ამ წიგნში წერია თუ არ წერია ამის შესახებ, მაგრამ როგორ შემოიყვანა კაკებემ 12 მამათმავალი მამა და როგორ დასვა ილიას საპატრიარქოში მთავარ წამყვან მეუფეებად. იცით რა არის მეგობრებო, მე ისეთ თემებს ვაჟღერებ, რომ შეიძლება ეს ბოლო სიტყვა ეხა მე რაც თქვი, იყოს ბოლო ჩემთვის, მაგრამ არც მაგის მეშინია, გესმით? და ყველას მოგიწოდებთ, ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, რომ ამოიღოთ ხმა, როგორც გუშინ ბატონმა გელამ შეიძლება ხვალ მკვდარი დაგხვდეს, მაგრამ საჯაროდ თქვა თავისი სიტყვა, ხო? გამოიტანა სათქმელი, ხო? ყველას მოგიწოდებთ, ნუ იმალებით. გამოიტანეთ თქვენი სათქმელი, ვერაფერს ვერ გიზავენ. აგერ ვსაუბრობ უკვე 2 წელია და ვამხელ საპატრიარქოს და დიდება უფალს, რომ აძლევს ამის ძალას. რომ ჭეშმარიტად ქრისტიანობა დამყარდეს ამ დედამიწაზე და არა ფსევდო ქრისტიანობა, რომლებიც ძუძუებს აჭრიან ქალებს ქრისტეს სახელით. რომლებიც მამაოებს კლავენ ქრისტეს სახელით. და მამაოები, რომლებიც ჭეშმარიტად ქრისტიანულ სულისკვეთებას იცავენ, რომელშიც წერია, რომ არ აიღო იარაღი ხელში, ასეთ მამაოებს იშორებენ თავიდან, კლავენ, ხრეტენ და ზოგს საგიჟეთში სწავენ და ზოგს კიდე ციხეში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხები ყველა გაჟღერდება, მე მომცემს ღმერთი ამის ძალას, რომ აბსოლუტურად ყველა გავაჟღერო და დამიკავშირდით აუცილებლად. როგორც გითხარით, თუ თქვენ ჯერ მზად არ ხართ ამ თემების გასაჟღერებლად თქვენი სახელით და გვარით, მე თქვენ ინკოგნიტოდ დაგტოვებთ და გასაუბრებთ უცნობი სახელით. გესმით? და თუ თქვენ ამისთვის მზად ხართ, რომ ქრისტეს ცვის სიტყვა გამოუშვათ პირიდან და როგორც მე ვიბრძვი სამართლიანობის აღსადგენად, ისე თქვენ იბრძოლოთ ჩემთან ერთად, აუცილებლად გადაარჩენთ თქვენს სულს. შეიძლება დაკარგოთ თქვენი ხორცი, მაგრამ აუცილებლად გადარჩება თქვენი სული. და სწორედ ქრისტიანული არის ის, რომ ჩვენს ხორცზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ ვიზრუნოთ ჩვენი სულიერი სინათლის გადარჩენაზე. სულის გადარჩენაზე. ხომ ხვდებით არა? და თუ კი თქვენ მშიშრები იჯდებით სახში და შეინახავთ ამ ინფორმაციებს თქვენს გულში, თქვენი სული ვერ ცხონდება. მაპატიეთ, ესე უნდა გითხრათ. ადამიანს თუ ინფორმაცია გაქვს და არ გამოგაქვს იმის შიშით, რომ არ მოკლან, თქვენი სული უკვე დატყვევებულია და ვერ ცხონდება. აქედან გამომდინარე, მე გუშინ დამიკავშირდნენ არაერთი ადამიანები, არაერთი სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ესეთი უსამართლობა ხშირი იყო საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იყო დაჯილდოებული განდობილობით, სამწუხაროდ გიჟად იყო შერაცხული და მისი სახელი ჰქონდათ გატეხილი. მაგრამ ეს ვეღარ გამოუვათ, მეგობრებო, რომ ჩვენთან არს ღმერთი და გვაქვს ღმერთის დაცვა ასეთ ადამიანებს და ბოროტი უკვე ფართხალებს. ეხლა დაგემშვიდობებით, მეგობრებო, და არ ვიცი, მე გამიხარდება ჩვენნაირი ხალხის ნახვა.